დღეს რუსთავ ქალაქობა ტრადიციული დღესასწაულისთვის ამზადისი დილიდან დაიწყო სპორტული შეჯიბრებები, გამოფენები, სხვადასხვა დასართობი ღონისძიებები. ეს იმ პროგრამის ნაწილია, რომელიც ქალაქის დღესასწაულზეა დაგეგმილი. მთავარი მოედანი და მულტიპულტის გმირები კი პატარებს საბავშვო ღონისძიებებით მასპინძლობს. დღესვე ტრადიციულად საპატიო რუსთაველებს დააჯილდოვებენ თეატრის სცენატი ანსამბლ რუსთავის საიუბილეო კონცერტს უმასპინძლებს. ჩავიდნენ თუ არა სტუმრები რუსთავში და რა ეტაპზეა ღონისძიებები, თამარ გოგრისაშვილი გვერდება ახლა რუსთავიდან პირდაპირ ეთერში. თამარ, გისმენთ. დღეს რუსთავ ქალაქობა 2012 აღინიშნება ამ დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. მარათონით გაიხსნა, მარათონში მონაწილეებმა ქალაქის ცენტრალური ქუჩა გაირბინეს. ველოსპორტის ფედერაციის ინიციატივით კი უკვე რუსთავ ქალაქობისთვის ტრადიციად ქცეული ველორბოლა მოეწყო. ველორბოლის მონაწილეებმა საკმაოდ დაძაბულად იასპარეზეს, გამარჯვებულები კი ფასიანი პრიზებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. ამ დროისთვის ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ბავშვებისთვის გასართობი ღონისძიებები იმართება, მათ განწყობაზე მულტიპულტის გმირები ზრუნავენ. რუსთავ ქალაქობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქალაქის თვითმმართველობის ინიციატივით ტარდება. ორგანიზაციაში მონაწილეობის მიღება საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. პირველ რიგში მხრივ რომ გამოცდილება მივიღეთ. გამარჯვება არც ისე რთული იყო, რადგან მოკლე იყო მანძილი, თუმცა დანარჩენი კონკურენტებიც ასევე ძალიან ძლიერები იყვნენ და ყველას ულოცავ ასევე დანარჩენ გამარჯვებულებს და ყველას ულოცავ დღევანდელ რუსთავ ქალაქობას. ღონისძიებები რუსთავში დღის ბოლომდე გაგრძელდება. საღამოს დაგეგმილია საპატიო რუსთაველების დაჯილდოვება, რის შემდეგაც რუსთავის თეატრის სცენა ანსამბლ რუსთავს დაეთმობა. რუსთავის საიუბილეო კონცერტს გამართავს. რუსთავ ქალაქობისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს კი საღამოს დიჯეი და გრანდიოზული ფეიერვერკი დაასრულებს, ასე რომ მათ ვინც რუსთავ ქალაქობაში იღებულობს მონაწილეობას, საკმაოდ საინტერესო პროგრამა ელოდებათ. დიდი მადლობა თამარ გოგრისაშვილი საუბრობდა რუსთავიდან პირდაპირ ეთერში.